დიდი პატივია ჩვენთვის, რომ ყავდა ესეთი ღვაწლმოსილი პიროვნება, რომელმაც მე-17 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ფიზიკური გადაშენების ზღვარზე იდგა საქართველო, მორალური და ერთგვარი მაგალითი მოგვცა იმისა, როგორ უნდა გვეყვარდეს ჩვენი ქვეყანა და როგორ თვითგანწირვით შეუძლია ადამიანს, რომ დაიცვას თავისი ქვეყანა. მინდა ქეთევანი ღვთივკურთხეულ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი აშოთან მუხრან ბატონის ასული გახდათ. როგორც ვიცით, ბაგრატიონები თავიანთ წარმომავლობას ბიბლიურ დავითს უკავშირებენ. მემატიანენის აღნიშნავენ ქეთევან დედოფალზე საუბრისას. ასული ესე დავითისა, განბანილ ღმერთ ყოფელითა, საბანელითა, შულდებულებითა, სწავლული სამღვდელოითა წერილითა და სათნოებათა მომგები. კეთი გონიერთა სათნო ქეთევანი კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დაქორწინდა. მეფეს დავითის გარდა კიდევ 3 ვაჟი ჰყავდა: გიორგი, კონსტანტინე და ერეკლე. მათგან კონსტანტინე შახაბასმა ადრევე წაიყვანა თავის კარზე და შულიც გამოუცვალა. დავითის დაქორწინების შემდეგ მამამისი ალექსანდრე ბერად შედგა ალავერდის ტაძარში. მაგრამ როცა დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა და დაქვრივებული ქეთევანი ქალბაშთან ელენესა და თეიმურასთან ერთად დატოვა, ბერად შემდგარი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამეფო ტახტზე და დაიწყო უფალმა სხვადასხვა განსაცდელებით წმინდა ქეთევანის ცხოვრებისათვის მომზადება. ალექსანდრეს სამეფო ტახტზე მობრუნების შემდეგ შახაბასმა თავის გაზრდილ კონსტანტინე მირზას უბრძანა საქართველოში დაბრუნება და მამისა და ტახტის მემკვიდრის გიორგის მოკლა. ნირშეცვლილმა მირზა კონსტანტინემ ზედმიწევით შეასრულა აღზრდელის დავალება და მამაცმის მოყვითილი თავები ძვირფასი ცხენივით გაუგზავნა. დანარჩენი სხეულები კი ალავერდში გაგზავნა, აქლებზე აკიდებული დასაკრძალავად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზრის სხედრები. სისხლი გასულმა კონსტანტინემ ახლა წმინდა ქეთევა შესთავაზა ცოლობა. შეგრთავ ცოლა და შენც მურჩინ მექმენ, რამე თუ ესრეთ არც წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადის. მაშინ ქეთევანმა თავისთან იხმო კახეთის დიდებულები და განუცხადა: თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსების დაცვას ვერ შეძლებთ, მე ქართლში მუხრანში დავბრუნდები. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს, დედოფალს შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემაგინებელს და სიცოცხლეს გამოასწავლეს. ქეთევანმა უწყვილო კონსტანტინეს გვამიც მისი გვარისთვის შესაფერი პატივით მიაბარა მიწას. შაჰს კი დიდძალი ზღვენი გაუგზავნა და სთხოვა მეფეთ თეიმურაზი განეწესებინა და საქართველოში დაებრუნებინა. მის მოსვლამდე კი თავადი იკვრთა სამეფოზე სრულმა. უხვად გასცემდა მოწყალებას, გლახაკთა აპურებდა, ეკლესია მონასტრებს აშენებდა, მღვდელთა და ბერ მონოზონთ განამრავლებდა. შახაბაზი შეაშინა მისმა ასეთმა ღვაწლმა. იგი შეიპყრო ფიქრება, კახეთი არ განდგომოდა, ქართლს არ შეერთებოდა და საბოლოოდ არ დაეკარგა. ამიტომ სასწრაფოდ დააბრუნა თეიმურაზი საქართველოში. გაიხარა დედამაც და მთელმა სამეფომაც ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. თეიმურაზი სასწრაფოდ აკურთხეს მეფედ და დაისადგურა სიმშვიდებს სამეფოში. ახალგაზრდა მეფემ გურიელის ასული ანა შეირთო და შეეძინა მეფე დედოფალს 2 ვაჟი, ალექსანდრე და ლევანი და 1 ასული, თინათინი. მაგრამ ახლა ახალი განსაცდელი დაატყვა თავს ოჯახს. გარდაიცვალა დედოფალი. შაჰმაც ისარგებლა ამ მდგომარეობით და დაჟინებით მოითხოვა თეიმურაზისაკა ლუარსაბ მეორის დის ხორეშანის სოლად შერთვა. თავად კი ხორეშანის და ელენე შეირთო. ასეც პირად დაუმოყდა იგი ქართლ-კახეთის სამეფოს. ამით შესაძლებლობა მიეცა მუდმივად ეთესა ამ ორ სამეფოს შორის განხეთქილების ხვარწლი. ცოტა ხნის შემდეგ 1614 წელს ელჩები გაუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად ძევლად შვილი მოსთხოვა. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობის ამბავი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და დიდებულების დაჟინებული თხოვნით მხოლოდ უმცროსი ვაჟი ლევანი გაგზავნა შაჰთან, ბებიამის ქეთევანთან ერთად და წერს მემატიანე. გონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ აბასისაგან. მარტაკმა ყოფილდა შაჰი უმცროსი ვაჟის გაგზავნით და უფროსით მოსთხოვა. მერე კი ისიც შეუთვალა, თუ ასეთი ერთგული ხარ, შენც მოდი და მნახე. აშკარა გახდა შაჰის განაზრახი. კახეთის სამეფო კარისთვის თავი მოეყარა და ერთიანად შეემუსრა. ამის დათმობა კი აღარ შეიძლებოდა. მაშინ თეიმურაზი და ლუარსაბი შეიკრნენ და ერთად სლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს. ამით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ძვირფასი მძევლები, წმინდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები შირაზს გაგზავნა. თვითონ კი კახეთს შეესია, შეეყნა ეკლესია მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. 300,000-ზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლა. გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლა. დამარცხებულები იმერეთის მეფეს გიორგის შეეხიზნენ.
შირაში გადასახლებიდან 5 წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძეები. ის პახას წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ამ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ლევანი კი შეიშალა. ქეთევანი მაშინ იმამ ყული ხან უნდილაძის სახში ცხოვრობდა. საქართველარი თათარი დიდხანს უმალავდა ბებიას შვილიშვილების ამბავს და მისი მხნეობით მოხებლული ამბობდა. ის კი არა, ჩვენ ვართო მისი ტყვეები. 10 წელი იმყოფებოდა ქეთევანი ამ ვითომც და საპატიო ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაელია მისი სხეული, მაგრამ მაინც ხნეობას არ კარგავდა. ული და ზრუნველადაზე დაფოფინებდა თავის საწყოს. ახლოს პოპ-ოცამდე ქართველს. უშჯულო აბასი კი სხვა საშინე გასაცეს უმზადებდა წმინდას. ქეთევანიც გრძნობდა ამას და ღმერთს ევედრებოდა გაძლიერებას. ამასობაში შაჰ-აბასმა მოსთხოვა ქეთევანს შვილის გამოსვლა და ცოლობა და იმამ ყულისაც შეუთვალა, თუ გათათრდება, ნურას აწყენ თუ არა და წამებით მოჰკალი. შეაძრწუნა იმამ ყული აბასის მოთხოვნა და მოციქულის პირით შეუთვალა. ბერი დედაკაცია და არ გათათრდება, რა საქმეა ამის გათათრებას? თქვენთვის სირცხვილიც კი ამისი სიკვდილი. შაჰ-აბასი განრისხდა და ბრძანების მეხსეულად აღსულება უბრძანა შირაზის ხანს. მაშინ შეევედრა ნაქართველარი ქეთევანს. სხვის დასანახად მაინც ეღიარებინა მაჰმადი, ურშიკით ქრისტიანად დარჩენილიყო. შორს დაიჭირა წმინდა ქეთევანმა მისი რჩევა და წამებისათვის განემზადა. ეზიარა უფლის წმინდა სისსა და ხორცს და უშიშრად წარსდგა ჯალათების წინაშე. მაშინ ჯალათება ხალხით გაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი. ჯალათებმა ყველას თვალწინ გამოიტანეს სპილენძის ქვაბები. ცეცხლი დაანთეს და შეაწყვეს შანთები გასახურებლად. სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. ერთი ითხოვა წმინდა მოწამემ, დედის ნაშობლი ხართ თქვენს და ნუ შეურაცხოთ სიშიშვლით. უშჯულოება ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმინდა დედოფალი და როცა გაწამებულმა სულმა დატოვა ნაგვიმის სხეული, განზინდარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმინდა დედოფლის გვამი, მაგრამ მაინც არ მოხდა ისე, როგორც მათ სურდათ. უფალმა წმინდანის ნეშ მაშინვე დაადგა კაშკაშა ნათელი. დიდმოწამის წმინდა სხეული კი დიდი პატივით საკველითა და გმურით გაშღეთილ ქსოვილში გაახვიეს და რომში კათოლიკურ ტაძარში გადაასვენეს ქეთევანის მოწამეობრივ ღვაწლის თვითმხილველმა ავგუსტინეს ორდენის ბერმონოსნებმა. 2010 წელს გამოვეცი წიგნი, რომლის სათაურია ქართველთა დიდმოწამე წმინდა ქეთევან დედოფალი. ეს გახლავთ მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც გულისხმობს ყველა ლიტერატურული ძეგლის თავმოყრას და მინდა გითხრათ, რომ ამ თავმოყრის საფუძველზე გამოვლინდა ის ფაქტი, რომ ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით მე-17, მე-18, მე-19 საუკუნის დასაწყისში შექმნილა 11 ენაზე ლიტერატურული ნაწარმოებები და ხელოვნების ნიმუშები. ეს არის ქართულ, ბერძნულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პორტუგალიურ, სომხურ ენაზე. ქართველმა მწერლებმა, ანუ 22 ლიტერატურის ძეგლი მიუძღვნეს ქეთევან დედოფალს. ეს არის 17 ქართველი ავტორის მიერ შესრულებული სხვადასხვა ჟანრში წარმოდგენილი ნაწარმოები. პირველი ლიტერატურული ძეგლი ქეთევან დედოფლისადმი, ეს გახლავთ ქეთევანის შვილის თეიმურაზ პირველის პოემა წამება ქეთევან დედოფლისა. მეფე თეიმურაზსაც ხვდა წილად, დედის წმინდა ნაწილთაგან მცირედი. კერძოდ კი დედოფლის პატიოსანი თავი და მარჯვენა ხელი. მან ისინი საქართველოში ჩამოასვენა. აქ კიდევ ერთხელ დაიტირა თავისი დედა მეფემ და დიდი პატივით დაკრძალა ალავერდის მონასტერში წმინდა დიდმოწამე გიორგის საკათედრო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. კახეთის დედოფალი წმინდა ქეთევანი ჭეშმარიტი მაგალითია ქრისტიანობისა, დედოფლობისა, დედობისა და ამ მაგალითზე საუკუნეების მანძილზე იზრდება მთელი თაობები საქართველოში.